სალამი მეგობრებო, კასტომერიდან. დღევანდელ ვიდეოში თქვენ ნახავთ ჩვენი პრიუსის კულმინაციას. ანუ რა გვაგასაკეთებელი? პოლირება, მაგრამ სანა პოლირებაზე გადავიდოდეთ, კაპოტზე როგორც ხედავთ, ვაპირებთ ასევე ზეთის, ძრავის ზეთის შეცვლას, რა თქმა უნდა, ფილტრთან ერთად, ჰაერის ფილტრიც იქნება და კიდევ ვაპირებთ უკანა ხუნდების შეცვლას, რომელიც ცოტა ოდნავ სპეციფიურია წინა ხუნდებისგან განსხვავებით და ვისაც ასევე გინდათ მაგალითად წინა ხუნდების შეცვლის პროცესის ვიდეო ნახოთ, აი ეგ დააჭირეთ ღილაკს და გადახვალ და უყურებთ. რაც შეეხება ახლა უკვე პრიუსის წინა სერიაში ჩვენ ასევე შევცვალეთ ჰაერის ფილტრი, თუმცა ახლა ამანქანას უწევს ზეთის შეცვლა და რეკომენდებულია რომ ზეთთან ერთად შეიცვალოს ასევე ჰაერის ფილტრი და სხვა დანარჩენი ფილტრები ამ მანქანაზე. ახლა რაც შეეხება ბრენდს შეგნებულად არ ვასახელებთ, არის საკმაოდ ხარისხიანი და კარგი ზეთი, იმიტომ რომ რაც მანქანასთან მაქვს შეხება მთელი ცხოვრება სულ ამ ზეთს ვასხავ, არ ძალიან ძვირი ღირს, არ ძალიან იაფი ღირს და საკმაოდ ისეთი რეკომენდებული არის, ანუ ფასი და ხარისხი ერთმანეთს შეეხამება. ეხლა უკვე გადავიდეთ უშუალოდ კიდე თუ რისი გაკეთება გვინდა, გითხარით რომ პოლირება უნდა გავუკეთოთ აი ამ თლიან გვერდს და წინა შიტოქს, ასევე მინდა გაჩვენოთ ეს პატარა დეტალები, გაჩერებულზე არ ვიცი ესე დამხვდა, გახაზული, მაგრამ ამას დარწმუნებული ვარ რომ ამოიღებს პოლირება. როგორც ხედავთ ახლა პოლირება, აი ანუ პერეხოჩი არის შეღებილი, ეს არის თავისი ქარხნული საღებავი, ეს ჩვენს მიერ დასხმული საღებავი და ლაკი და ანუ ეს ადგილიც არის დასაპოლირებელი და ძალიან მაინტერესებს ეს გადასვლის ადგილი თუ რამდენად კარგი გამოვა, მინდა რომ არ შეეტყოს, ამიტომ მაქსიმუმს გავაკეთებთ ამისთვის. სხვა დანარჩენი ეს გვერდი არის თლიანად დასაპოლირებელი, აი ეს გვერდი თლიანად და ასევე სპეციალურად არ მივაყენე აქ ჰიბრიდის წარწერა, იმიტომ რომ დასაპოლირებელი მქონდა მანქანა და პოლირებას რომ მოჩვევით, ამასაც მივაკრავდა უკვე შოუ. პრიუსი იქნება 100%-ით დასრულებული. ასევე მინდა გაჩვენოთ აი ეს სავარაუდოდ ესეც კონტეინერში არის დახაზული და დაზიანებული და ანუ ეს არის საკმაოდ ღრმა ნაკაწრები არის, აი ჩხილიედება და ანუ ამის ესე ვთქვათ, ამას პოლირება სავარაუდოდ ვერ გააქვს. ამიტომ უნდა ვცადოთ ახალი ხერხი, ეგრეთ წოდებული, ანუ დატოჭყვა, ოღონდ ჩვეულებრივი დატოჭყვა არ იქნება, ლაკთან ერთად მოხდება ამ ნაკაწრების დამუშავება და რავი, შედეგს თქვენთან ერთად ვნახავ და ისეთი ნაკაწრები, რომლებსაც ჩხილიედება და პოლირება ვერ შველის, აი ახლა ამ მანქანაზე კონკრეტულად გავტესტავთ და ვნახავთ თუ როგორ შეიძლება ამოავსოს ეს ნაკაწრები. ამ სერიაში ასევე ვაპირებთ საუბარს თუ რა თანხებთან იყო დაკავშირებული ამ პრიუსის ყიდვა, ტრანსპორტირება, გამბაჟება, შერემონტება. კომენტარებიდან ძალიან ბევრს აინტერესებდა თუ რა ხარჯებთან იყო დაკავშირებული ამ მანქანის ბოლომდე ამანქანის მოხდვა. პირველი მოდი რის გაკეთებასაც ვაპირებთ, ეს არის რომ უკანა ხუნდები შევცვალოთ, ასე რომ დავიწყოთ ხუნდებით, დავედით. მაგრამ სანამ უშუალოდ კეთების პროცესზე გადავიდოდეთ, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, subscribe და მონიშნეთ ზარის ღილაკი, რადგან ინფორმირებულები იყოთ ჩვენი ახალი ვიდეოების შესახებ. ელექტრო, ანუ ABS სისტემა არის ელექტროზე, უკანა ტორმუზე, უკანა ხუნდები მით უმეტეს და ანუ კარების გამოღებაზე რეაგირებს ჩვეულებრივად და ან რაიმე გაუთვალისწინებს რომ არ ქონდეს ადგილი, ამიტომ აუცილებლად უნდა გადავხსნათ აკუმულატორი. უკანა ხუნდების მოსახსნელად დაგჭირდება 14-იანი ლუჩი, აი ეს ორი ცალი ბოლტი არის აქ მოსახსნელი. აუცილებლად უნდა გქონდეთ ესე ვთქვათ, თავისუფალ მდგომარეობაში ხელის მუხრუჭი, ელექტრო რაც არის, თორე ანუ ვერ ამოიღებთ, ეს გაჭედილი იქნება ამ შემთხვევაში. კარგი, ახლა უკვე მოუშვათ.
აქ ფრთხილად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ეს არის ტორმუზის სითხე გადის ამაში და ქვედა არის კიდე აი ეს არის ხელის მუხრუჭი. ანუ ისე უნდა დავდოთ ან ჩამოვკიდოთ, რომ არ დაზიანდეს. ეხლა შევამოწმოთ აი ესენი, თავისუფლად თუ მოძრაობენ. ჩვენ წინა ვიდეოში, სადაც წინა ხუნდებს ვთვლით, იქ ვაქვს ნაჩვენები თუ როგორ უნდა მოძრაობდეს. ხო, ანუ ეხლა უკვე ჩვენ შეგვიძლია ჩვეულებრივად შევცვალოთ, შპილკები გამოვადროთ. ასე. აი რა მდგომარეობაში საწყალი გავუტკე. ხო, და კიდე ერთი რაღაც დამატება მინდოდა. საერთოდ ანუ ამის ABS-ის სისტემა პრობლემური არის, თუ ტორმუზის სითხე არ შეცვალე, იმაში პრობლემები ეწყება და 800-დან 900 ლარამდე ჯდება მარტო თვითონ ABS-ი. ხო, ასევე შეიძლება ეს პრობლემები სითხიდან გამომდინარე არ იყოს უკანა ხუნდებიდან გამომდინარე, როდესაც უკვე ძალიან დათხელებული არის, ესეც უკვე ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ABS-ის დაზიანების. ამიტომ ჯობია რომ შეცვალოთ ხოლმე, როდესაც იყიდით პრიუსს და თუ ნახავთ უკვე დათხელებულია, ჯობია რომ თავიდან აირიდოთ ეს პრობლემა. აქ ნახავთ, აუცილებლად დავაკვირდეთ. აი ეს არის შიდა მხარის, ანუ ეს რომელიც დგას და ანუ წინა მხარის არ აქვს აი ესეთი რკინის დამატება, ასე რომ ეს არ უნდა შეგეშალოთ აუცილებლად, ანუ ეს ჩავდებთ, ეს მხარე უნდა იყოს ესე და იგივე პროცესი გაკეთდება მეორე მხარესაც. აი აქ უკვე შეხედეთ, რამდენად არის უკვე რომ დასული არის უკვე თავის ზღვარზე, მანიშნებელზე. ეხლა გადავიდეთ უკვე ახალი ხუნდების დაყენებაზე. აი როგორც გითხარით, ეს არის უკანა მხარე, ეს წინა მხარე არის, ამას ჩავსვათ ჩვეულებრივად. შევამოწმოთ ჩვენი ხუნდები თუ რამდენად ხარისხიანი არის. ვისაც წინა ვიდეო არ გაქვთ ნანახი, ეხლა გაჩვენებთ თუ როგორ უნდა შეამოწმოთ ხარისხიანი ხუნდები უხარისხოსაგან, როგორ უნდა გაარჩიოთ. ასე დავუსვამეთ. და თუ მტვერს დატოვებს, ეს უკვე ანუ ხარისხიანი არის. ანუ რა ხდება ამ დროს რა? ამ დროს, როდესაც შეხება არის აი ტორმუზის დისკთან, რეალურად სვდება ეს ხუნდები და აღარ აზიანებს უკვე ამ ტორმუზის დისკს. გადავაწყოთ ახლა ესენი. ასე, ესეთი, ესეც მეორე. ზის უკვე შეგვიძლია აი ეს შპილკებით ჩავსვათ თავის ადგილზე. ხო, ეხლა უკვე უნდა მივაყენოთ, მაგრამ ანუ ამას ეს ვერ მივაყენეთ, ესე მარტივად, აი როგორც ხედავთ, აი ეს პროპელერივით რაც არის, ანუ ეს უნდა მიიპრესოს უკან, ან მივიდეს დატრიალებით. ამას ჭირდება სპეციალური ხელსაწყო, რომელიც AliExpress-დან გამოვიწერე, ეს უნივერსალი არის, ანუ ყველა მანქანა სხვადასხვანაირი ფორმის უკან ეს სამფუჭე სისტემა აქვს და შესაბამისად გამოწერე და ეხლა რომელიც მოერგება, მხარიც ჩავსვავ და მე უკვე დავატრიალებ და მივიტანთ უკან ამ ტორმუზის ცილინდრს. შევიდა მე მგონი საკმაოდ, აი შეხედეთ, აღარ არის გამოწეული და ეხლა წესით უნდა დაეტიოს აქ. გავუკეთდეს ხუნდები, კი ბატონო, ჩვეულებრივად. დავაყენოთ უკან. როგორც ხედავთ, უკვე მორჩით, დავაყენეთ ხუნდები თავის ადგილზე არის ყველაფერი. ეს არ მეგონა და ძალიან მაგარი რაღაც გამოდგა. საკმაოდ
კარგად იმუშავა და გააკეთა თავის საქმე. ეხლა გადავიდეთ უკვე მეორე მხარეს, მაგრამ ჯერ მივაყენოთ საბურავი. Damčersim თავში უნდა უთხრა ეს ключи. ან ეს უნდა შეადგე თავზე იმე. გაჩიჩქო. 1 week later. მოგეჭა თავზე. უკვე გადაჭრილი, ეხლა უკვე ზეთს შევცვალოთ ძრავში. ძრავში ზეთის შესაცვლელად დაგჭირდება აი ესეთი ხუფი, რომელიც არის ключи ზეთის ფილტრის მოსატრიალებლად, ეს მაგდება ამ ტრაშოტკაზე და ანუ ამით მოხსნით. ეს პრიუსებს ჭირდება 901 ზომა, რავი, არ ღირს ძვირი, ხუთლარად იყიდით. ასევე დაგჭირდება ეს რომ მოხსნათ შევამოწმოთ ჩუპიც, როგორც ხედავთ. ზეთს არ იკრებს, ანუ კარგი ძრავი არის. აი, ჩავდოთ ეხლა უკვე შევძვრები მანქანის ქვემოთ, სადაც არის დამცავი, მიფარებული, ეგრეთ წოდებული ზაშტნიკი. ჩამოწევთ, რამდენიმე პლასმასის კლიპსი არის და უკვე გვექნება ან შესაძლებლობა იმას, რომ მიწვდეთ ზეთის ფილტრს, რომელიც ეს უნდა მოხსნათ, ამით უნდა მოხსნათ და ასევე კარტერიდან მოუშვებთ იმ ბოლტს, საიდანაც უნდა დაიცალოს ზეთი. აბაჰებიზო. აბაჰეჩებიზო. ქვემოდან ზეთის ფილტრი რომ მოიხსნას, აი რამდენიმე შპილკაზე არის დამაგრებული, აი ესეთზე. და მოხსნათ ეს, ჩამოვა ეს დამცავი, ჩამოიკეცება და მე უკვე მივწვდებით ზეთის ფილტრს. აი ეს კარტერის ბორტის მოსაშოვა დაგჭირდება 14-იანი გალოკა. საერთოდ ეს ბოლტი უნდა შეიცვალოს ხოლმე, მაგრამ რა ვქონთ, მაგის ფუფუნება არ გვაქვს ხოლმე საქართველოში, ამაში თან ნაყენია რეზინა, რომელიც ასეთად ან ძალიან ჰერმეტულს ხდის და ანუ ზეთი აღარ გამოდის ხოლმე რა. ეხლა უკვე მოხსნათ ფილტრი, გავუკეთოთ ზეთის ფილტრის ეს მოსახსნელი. გაჭედილია. გადავიტანოთ ეხლა ეს რეზინები. ეს რეზინები მოყვა ახალ ფილტრს. გადავაცვათ. გავუკეთეთ უკვე ეს რეზინა და ცოტა შევზეთოთ, რომ უკეთესად მოხდეს ესე ვთქვათ, ანუ იმ ფუნქციის შესრულება ამ რეზინის მიერ, ანუ რასაც პრაკალკას ეძახიან, რომ ანუ აღარ გამოატაროს ზეთი გარეთ. ეხლა უკვე ჩავდოთ ამაში ფილტრი, არ დაგვავიწყდეს აუცილებლად. ყვილად არ მივაყენოთ. და შო, დავაყენოთ ახლა უკან. მოწმინდოთ. სანამ რომ მტვერი რო შევიდეს. და დავაყენოთ ახლა უკვე.
ანუ ამას ძალიან გადაჭერა არ უნდა, ანუ პლასტმასის არის ეს თვითონ, რაშიც ფილტრი ჯდება და რეკომენდირებულია რომ ხელით გადაუჭიროთ ოღონდ ძლიერად. всё. ყველაფერი გადაჭერილი არის, ფილტრიც, კარტერის ბოლტიც გადაჭერილი, ეხლა უკვე ჩავასხათ. ზეთი აუცილებლად 0-20 უნდა იყოს. სხვა ზეთი არ გამოგვადგება. ვინც არ იცის, ამაში მიდის, ანუ ქარხნულად უწერია 4 ლიტრა და 250 გრამი. ნუ 5 ლიტრამდე მაქვს შეძენილი და ჩავასხავ დანარჩენი დამრჩება შემდგომში გამოვიყენე. მაინც იგივე ზეთი უნდა ჩავასხავ. ჩავათხლაპუნოთ. შევამოწმოთ შუპით. გადავიდეთ ახლა უკვე აირის ფილტრზე. და მაინტერესებს რა მდგომარეობაშია. სადღაც აქ 7000 გარბენი. შეცვლიდან. კიდევ ერთი 10000 გაგვთარებდა. ახლა გავასუფთავოთ. მოკლედ, ყველა პრიუსზე, სანამ ზეთს შეცვლით, კომპიუტერი გიწერს maintenance requires soon. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ აი სერვისი რაც ჭირდება პირობითად, ანუ ზეთის შეცვლა, ზეთის შეცვლის შემდეგ უნდა მოხდეს ეგრეთ წოდებული დაზბროსვა, ანუ განულება იმ შეტყობინების, რასაც გვიგდებს კომპიუტერი. ჩვენ შემთხვევაში გვიწერს maintenance soon და ეხლა ეს როგორ უნდა დავსბროსოთ, ანუ გავანულოთ ეს ესე ვთქვათ ამოგდებული მესიჯი, ამას გასწავლით და აგიხსნით. ეს უნდა გააკეთოთ მაშინ, როდესაც უკვე ზეთი შეცვლით. ნუ შეგიძლიათ მანამდეც გააკეთო, მაგრამ ეს თავის მოტყუება გამო უბრალოდ ზეთი თუ შესაძლებელია და გიგდებს მესიჯის შეცვალეო და არ შეცვლით და უბრალოდ გაანულებთ, ამით პრობლემა არ გვერდება. უბრალოდ კომპიუტერს ანულებ და всё, მეტი არაფერი შედეგი არ ექნება. ამ მესიჯის გასანულებლად, ანუ დასაზბროსად გვჭირდება ტორმუზის პედალზე ფეხის დაჭერის გარეშე ორჯერ დავაჭიროთ power relax 1 2 აქ უკვე დაფაზე გამოვა ანუ ის შეცდომა maintenance required soon და ამის შემდეგ რას ვაკეთებთ? ხედავთ აი ეგ ოდომეტრზე არის გადაყვანილი, რომელიც გვიჩვენებს კილომეტრას, ანუ მილას გვიჩვენებს და ანუ უნდა გადავიყვანოთ აი ამ trip ღილაკით, აი ამ ღილაკით, ნუ თუ არ ვწდები რესტაილინგებზე არის აი ქვედა მხარეს არის და არა რესტაილინგებზე არის ზედა მხარეს. ნუ სადაც trip ეწერება, ამას გადავიყვანთ, ამას დავაწვევთ, შევცვლით აი ამ მილას trip A-ზე, აუცილებლად trip A-ზე უნდა დავაყენოთ. ამის შემდეგ ვთიშავთ, ანუ power ღილაკით გავთიშავთ და კილომეტრებზე და მილებზე, ანუ აქ დავაწვევით ესე დიდხანს და პარალელურად ასევე ტორმუზზე დაჭერის გარეშე ვაწვევით start, ანუ power-ის ღილაკს. 1 და მეორეჯერ დიდხანს დავაწვევით, ანუ აი აქ ეხლა დაიწყებს უკვე დაზბროსვას. ამით უკვე შესრულებული არის ებრძანება, შეგვიძლია ახლა გამორთოთ და დავქოქოთ და აღარ ამოაგდებს ამ ბრძანებას maintenance required. დაველოდოთ. всё, დაქოქილი არის მანქანა უკვე. всё, ამით უკვე დაიზბროსა, ანუ განულდა ის მესიჯი რაც ამოიტანა მანქანა. როგორც ხედავთ, ძალიან ადვილი არის ამ სერვისის გაკეთება, ზეთის შესვლაც არ არის დიწვალებასთან დაკავშირებული, ვისაც გეხერხებათ ან ვისაც გიყვართ ესეთი თქვენი ხელით რაღაც კეთება, ეს ვიდეო გამოგადგებათ აუცილებლად. ეხლა ჩამოხუროთ კაპოტი და გადავიდეთ უკვე უშუალოდ პოლირებაზე. ამით პრიუსის ბოლო სერიის პირველი ნაწილი დასასრულს მივახლოვდა, კვირას დაიდება მეორე ნაწილი, მანამდე კი
გამოიწერეთ customary და აუცილებლად დაგვილაიქეთ ვიდეო.